არახალი იქნება შენი დაჭერა მესამე თუნდა დაგიჭირო. მეოთხეთ, ხო, მეოთხეთ. 2 ივნის არის შენი პირველი პროცესი, თუმცა 7 ივნის გაგდის ვადა აი ამ გირაოს გადახდის თაობაზე. მოდი მაინც ზურას პროცესის შეფასებით დავიწყოთ, იმიტომ რომ იქიდან შენ მოგიწია დარბაზიდან გამოსვლაც და ასე შემდეგ. რა შეიძლება დავარქვათ ამ პროცესს ერთი სიტყვით, ან რამდენი სიტყვითაც გინდა იმდენით შეაფასე? ხო, ну, მოკლედ რო ვთქვათ, ძევლად აყვანის ოპერაცია უფრო იყო ეს ვიდრე პროცესი. იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ უსაფუძვლობას იმას რომ ზურა დამნაშავე არ არის, იმას რომ საერთოდ შემადგენლობა არ არის დანაშაულის და ასე შემდეგ და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რაც საერთოდ ყველაფერს გამორიცხავს დანაშაულთან დაკავშირებულს. მიუხედავად ამისა და მიჩვეული ვართ ქართული სასამართლოსგან ყველაფერს, მიუხედავად ამისა, უცნაური რაღაცეები, უცნაური კი არა, ნუ მძიმე გადაცნობები მართლმსაჯულად აყვანის ოპერაციას, რაც ახლავს ხოლმეთან და ახლოვებით ეგეთები იყო. 6 საათის მერე როგორც წესი იცით რომ პროცესები წყდება, თუ ვადაში არ არის მოსამართლე, ასე ვთქვათ, ვადა არ უწევს საქმის დამთავრების. აქ არავითარი ვადა არ იყო, წინა სასამართლოს ყდომა იყო. ამიტომ თავისუფლად შეიძლება და გადაედო, რეალურად შეუძლებელი იყო მართლა მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვეთ სხვა ჯერს, რომ ვიმუშაოთ თუ გინდათ არასამუშაო საათებში, მაგრამ შეგვიცვალეთ დარბაზი. დარბაზი იყო 15 კაციანი და ზურას ასე ვთქვათ ხარდამჭერებიდან შესვლა მოახერხა მხოლოდ 5 ადამიანმა, იმიტომ რომ მანამდე შესული იყო მედია, საერთაშორისო დამკვირვებლები და ასე შემდეგ. დარბაზი იყო დაახლოებით 30 კვადრატული ალბათ, რა ვიცი, 40 და ამდენი ადამიანი იჭდა და პრაქტიკულად სულ ჭირდა. ძალიან ასე ვთქვათ დახუთული ამბავი იყო, მართლა 3 საათნახევრის მუშაობის ბოლოს უკვე რომ ვითხოვეთ რომ უკარგით გავიგეთ ყველაფერი რასაც აკეთებთ ვხედავთ გასაგებია მაგრამ ის მაინც მოგვეცით შესაძლებლობა რომ წავიდეთ და ხვალ დაუბრუნდეთ თუ გინებათ უარი გითხრეს შესვენებაზე ნუ აი ძალიან ძალისწალად დავთანხმდე 20 წუთი და ბოლოს უკვე შემდეგ რომ დავაყენეთ ისევ შემდგომობა რომ ეხლა მაინც შეგვაცვლებინათ დარბაზი თუ კიდე დიდი ხანი უნდა ვიმუშაოთ იმიტომ რომ სამუშაო საათები გასულია ყველა წასულია სასამართლოდან ყველაფერი წარიელი ირგვლივ და გადავიდეთ სხვაგან კატეგორიული უარი თქვენს იმიტომ რომ ნუ იქ ჩანდა უკვე რომ გაყვანას უპირებენ დარბაზი გარშემორტყმული იყო მანამდე რაც ხდებოდა ეხლა ესეც სათვალავშია ჩასაგდები თავისთავად ცხადია ამ დილიდან პოლიციის ამ რაოდენობა უკვე ნიშნავს და მიუთითებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისის რომ დღეს ვიღაცას აკავებენ. აბსოლუტურად ორიერთი შუა პროცესზე გავიგეთ რომ მოვიდა საბადროგო მანქანაც და დადგა. ასე ვთქვათ მოლოდინის რეჟიმში. გასაგები იყო უკვე ყველაფერი რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ადამიანებს რომ სასამართლოს შენობაში არ უშვებენ, ნუ ეს მართლა არ ახალია, მაგრამ ეზოშიც რო არ უშვებენ, მე მოვხდი მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატის ასე ვთქვათ ორდერი ვაჩვენე და ადვოკატის მოწმობა. სხვანაირად იქ ვერ მოხდებოდი, უბრალოდ ფიზიკურად სასამართლოს შენობაში ვერ მოხდებოდი. ვინ არის შენი მოსამართლე? აი ხა არ ვიცი ვინ იქნება ჩემი მოსამართლე. ზურას მოსამართლე იყო შვანგირაძე. კაცი სიმბოლური გვარით და სიმბოლური შეიძლება შვანგირაძეს დაეწერო შენი საქმეც? არა, წინა სასამართლოს კრონების მოსამართლეები როგორც წესი არცერთად არ იხილავენ საქმეებს, მაგრამ ნუ დაეწერა ჩემს არცერთი ჩემს კერსად ზოგადად არ აქვს არსებთ მნიშვნელობა არაფერს. აი ეგ შეკითხვაც კი ვინ არის მოსამართლე და ეს ისეთი არის თუ ეს ასეთია და შემდეგ. არა, მაინტერესებდა ერთ-ერთი ხო არ იყო და მე უნდა მეკითხა სხვა რაღაც, მაგრამ რადგან არიცი აღარ კითხავ. გარდაულობა არის შენი ციხეში დაჭერაც. თუ იმ ლოგიკას მივყვებით, არა აქვს ლოგიკა ქართულ ოცნებას, მაგრამ ოქრუაშვილის დაკავება და შემდეგ ჯაფარიძის დაკავება უკვე რაღაცა ლოგიკა აქვს მხოლოდ კანონის მიერ გადაწყვეტილებებს. უკანონო გადაწყვეტილებებს ლოგიკა ვერ ექნება. გარდაულად გამოდის რომ სადღაც ივნისის პირველ ნახევარში შენ ციხეში მიდიხარ. ვინ არის ის ოპოზიციური სპექტრი ან ოპოზიციონერები, ვისაც ანდობ შენს პოლიტიკურ იდეებს აქ გარეთ? იმიტომ რომ ნიკა მელიაძე მოგვიანებით უნდა კითხო, მაგრამ ისიც არა, აქ შემიძლია თქვა გამომდინარე იქიდან რომ
ნიკასაც იგივე ასე ვთქვათ ემუქრება ჩვენი პარტია მე არ ვაპირებ ახლა იმის თქმას რომ გამოვყო რომელიღაცა ლიდერი რჩება გარეთ კოალიციის ლიდერებიდან მაგრამ ჩვენ პარტიაში ესე არა ვართ განაწილებული რომ ყველაფერს ლიდერები წყვეტენ და რაღაცა ჩვენთან კომუნიკაცია რაღაცა ფორმით შესაძლებელი იქნება ჩვენი პოზიცია ეცოდინება პარტიას მაგრამ გადაწყვეტილებებს ისეთი მიიღებენ გარეთ თავისთავადია ჩვენ იმედი მაქვს ჩვენი პოზიციების შეხედულებების გათვალისწინებით ეს საერთოდ არ არის საში პირიქით გუშინ წინაც თქვი როცა პროცესი იყო ეხლა ისეთ ვითარებაში ვართ რომ რაც უარესი ზავს ქართული ოცნება მით უკეთესია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ რომ ეს აახლოებს მათ დასასრულს ამიტომ პოლიტიკოსების ციხეში არის მათთვის უარესი ამიტომ მიიღონ ეგეთი გადაწყვეტილება ეს ამბობ შენ რომ გარეთ რჩებიან და ჩვენს კოალიციაში არ არის ისე რომ ერთი ლიდერი წყვეტდეს ზოგადად ესე უნდა იყოს ესე უნდა იყოს გეთანხმები ერთი რამ მაინტერესებს აი ოპოზიციის ერთიან ფორმატზე 2024 წელს რატო ვერ შეთანხმდით რა იყო მთავარი ხერგილები რას გულისხმობთ აი ერთიანი ფორმატი ხო რაღაც ერთიანი ერთობა იმიტომ რომ შორიდანაც და ახლოდანაც ჩანდა რომ თითქოს ერთიანი ორგანიზმი არ იყავით რამაც შესაძლოა ქართული ოცნების დისკურსზეც დაასხა წყალი მე ესე არ მგონია ერთიანი ორგანიზმი არ ვიყავით წყალდია ისედაც და ასედაც არც ხარ ვარ როგორც ვიქნებით განსხვავებული პოლიტიკური ძალებია განსხვავებული мотиваციებით ესეც აღმოჩნდა ეხლა უკვე ხო მაშინ არ იყო სწორი ეს გაერთიანება ანუ ეხლა დღევანდელ მდგომარეობაზე აზრი არ აქვს სპეკულირებას მაშინ ეს არ იყო ამას აჩვენებდა ყველა კვლევა და რეალურად შედეგიც ესეთ ქართულ ოცნებამ წააგო რო გავერთიანებულიყავით რა მოხდებოდა ეს სპეკულაციებია და წინასწარ რაღაცა წინასწარ კი არა და პოსტფაქტუმ მკითხაობა და ის რაც მოხდა არის ქართული ოცნების დამარცხება ხმებს ერთად დავიცავდით ხმები მაგრამ ქართული ოცნებამ მაინც მოყვა არჩევნები და გამარჯვება ამიტომ ჯობია რომ დღევანდელობაზე ვიფიქროთ და წინ გავიხედოთ. კაი, დავრჩეთ დღევანდელობაში და მოდი ციხის პრიზმიდან გამოვიხედოთ რა ხდება ზაფხულში თვითმმართველობის არჩევნების დროს. ამას ციხის პრიზმა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში არ ჭირდება. კოალიცია არიდებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ძალსახელს. სხვებზე ვერ გეტყვით. კი, მაშინ აქვე კითხავ ოლიგარქიამ ბევრი რამ შეჭამა და მათ შორის კრიტიკული მედია ძალიან დააკუცმაცა, რომ არა ეგეთი საზარელი მდგომარეობა ქვეყანაში მთავარი არხი ახლა უნდა მაუწყებლობდეს. მთავარი არხი რომ მაუწყებლობდეს, გადაწყვეტილებაც ასეთი იქნებოდა? როგორი? არ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. არანაირი კავშირი არ არის მთავარი არხთან. მთავარი არხი ეთერში იყო ჯერ კიდევ ეს გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული. შეუძლებელი, აი თუ რამეს აქვს ლოგიკა, ამ თანმიმდევრობას აქვს ლოგიკა. შეუძლებელია შენ 2024 წლის ბოლოს უარს ამბობდე იმ ხალხის მიერ ჩატარებულ არჩევნებზე, ვინ შედეგები გადაწერა მოიპარა და ასე შემდეგ და იგივე ხალხის მიერ ჩატარებულ მეორე არჩევნებში შეხვიდე თან იმის იმედით და ან უფრო სწორად მე არ მჯერა რომ ვინმეს ამის იმედი აქვს, არამედ იმის ასე ვთქვათ მოხმობად რაღაცა ვითომ ასე ვთქვათ გამართლებად თუ გაправებად როგორც იტყვიან ხოლმე რომ აი ეხლა კიდევ მაინც შესაძლებელია და თუ ეხლა არა მე ეს დაუსრულებელი ამბავია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას არაფერი აზრი არ აქვს 60-40-ზე იყო 65-35-ზე იქნება თუ 70-30-ზე როცა ხელით იწერება შედეგები იღებ იმ შედეგს რომელიც უნდა ხელით დამწერ კომისიას უпростоრად ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ თუ ეს ვითარება არ შეიცვლება სუფთა საარჩევნო თვალსაზრისით და შევახსენებ ყველას რომ 2024 წლის მერე კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა საკანონმდებლო თვალსაზრისით მედიასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, NGO-ებთან დაკავშირებით და ამ ფონზე კიდევ შესვლა თან იმ ვითარებაში როცა 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია ქვეყანაში და არავის არ უღიარებია ის ხელისუფლება და ის არჩევნები, რომლის ჩამტარებელმა კიდე ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს, მე არ მესმის ახლა ამას ლოგიკა. არჩევნებამდე ნამდვილად არ იყო ეგეთი ბრუტალური და კიდე შეიძლებოდა მაშინ რაღაცაზე მსჯელობა, ეხლა ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად გეთანხმები, რომ მათთან შეყოლა არაფერში არ მოსულა. ლიდერები ციხეში და შენ წეგან თქვი ესეთი რამ რომ ეს
დიდი ზიანია ქართული ოცნებისთვის. მაგრამ თითქოს ქართული ოცნება აღარაფერს აღარ უფრთხის და პირიქით ზუსტად იცის რა მოხდება, ის რას უპასუხებს, სანქციები რო უფრო მოიმატებს, მაგრამ მაინც თავისას უბერავს. ამ ფონზე არ მინდა არ გკითხო, მინდა აუცილებლად გკითხო ოლიგარქის დაცემის შენეული ხედვა რა არის. ოლიგარქიის ის თუ დაეცემა ოლიგარქიაც დაეცემა. ოლიგარქის დაცემის ჩემეული ხედვა არის ბოლომდე იმის გაკეთება, რასაც ახლა აწვება, ბოლოში გასვლა და რეალურად გამოშიგნა საკუთარივე შესაძლებლობების და საკუთარივე მართლობის პირამიდის. ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის. გუნდის შიგნით და ჩვენ ვხედავთ რომ კალაძის ხალხი პრაქტიკულად გაყრილია, აჭარაში სრულიად გამოტრიალდა თანამდებობრივი ვითარება, შიგნით სამართალდამცავებში ძალიან დიდი დომხალი და დაპირისპირება, სუსიდან დაწყებული პოლიციით გაგრძელებული. ეს არის უტყუარი ნიშნები იმისა, რომ მონოლითურობა ამ გუნდმა დაკარგა და მონოლითურობის გარეშე ოლიგარქია არ არსებობს. ოლიგარქია არ დგას არც პრინციპებზე, ოლიგარქია არ დგას არც სამხედრო ძალაზე, ოლიგარქია დგას რეპრესიულ დაჯგუფებებზე, პოლიციის და სასამართლოს სახით და ფულით შეკრულ ინტერესზე. ჩვენ ხედავთ, რომ ეს ჩამოშლილია და ამას ჩვენ არ ვხედავთ მარტო, ამას თავადაც ხედავენ ის ადამიანები, ვინც შიგნით არიან. ყველა შევახსენებ, რომ სუსის უფროს რომ გაუშვებ და მე იწყება მასზე ქილიკი სუსის შენობებში, ის შენი მტერი ხდება. ეს ასეა ახლა ლილუაშვილი რეალურად ახლა მათი მტერია. და იგივე ხდება პოლიციაში, ნუ ახლა საერთოდ დასამალი არ არის რომ აჭარაში გადაყენებული პირები რომლებიც სულ არ იყვნენ უკანასკნელი ადამიანები მთელი ქართული ოცნების ვერტიკალში, მთელი ქვეყნის მართვის ვერტიკალში ღიად ანტიბიძინა ივანიშვილ გზავნილებს აკეთებენ, ეს შემჩნეველი არ რჩება. მე მესმის რომ ჩვენ შეიძლება ფრუსტრაცია გქონდეს და ავიღალეთ, რაღაცა წინ ვერ ხედავდეთ და ამ შემდეგ. ხო, ესეთ ვითარებებში ყოველთვის უნდა შეხედო და შეადარო შენს მოწინააღმდეგეს რა ვითარებაში და მდგომარეობაშია ის. ხო, ივანიშვილი არის მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ არ არის გასაჭირო ოლიგარქია. როდესაც დასხმას. ხო, არ არის რა თქმა უნდა. არ არის ბუნებრივია, თუმცა კონვულსიური მდგომარეობა დაიწყეს და დააჩქარეს ამ დაჭერებით და ცოტა мотиваციას არამოტივირებულია, მოდი ასე ვთქვათ, არამოტივირებული დაჭერებია, უბრალოდ მისთვის გასაგებია, მაგრამ კარგს ეს მას არაფერს არ მოუტანს. ბევრჯერ შევიდა სხვაჩეროს ერთი და იგივე შეცდომაში ივანიშვილი, ადამიანები, ვისაც არ ეშინია დაჭერის და ციხეში არიან მხნედ, ოპოზიციის ლიდერები ისინი ყოველთვის ძლიერდებიან ციხეში, იქიდან ძლიერები კი არ გამოდიან, მხოლოდ არამედ იქვე უფრო ძლიერები ხდებიან, ვიდრე შევიდოდნენ და საზოგადოებაც გაცილებით უფრო მოტივირებული ხდება. იმიტომ კი არა, რომ ზურა ჯაფარიძეს გაეტირება, ნიკა მელიას ან ნიკა გვარამეს, არა, უბრალოდ ხედავს, რომ უსამართლობა და ჩაგვრა ახალ სიმაღლეებამდე ადის. ახალ სიმაღლეებში არ გულისხმობ, რომ პოლიტიკოსები, უფრო ფასეულები და მნიშვნელოვნები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე ის ხალხი, ვინც ახლა ციხეში ზის, როგორც პოლიტიკური პატიმრები პირიქით. ჩვეულებრივი, ანუ ჩვეულებრივი გულისხმობა არაპოლიტიკოსი მოქალაქეების ციხეში ზრდომა და მით უმეტეს ჟურნალისტის ხო როგორც ამაღლებელია. გაცილებით უფრო მძიმე გადაცდომა ჩემი თვალთახედვით და მწარე საზოგადოებისთვის, მაგრამ საერთაშორისო ახლისთვის პოლიტიკოს ციხეში უფრო მძიმე ამბავია, ნუ ეს სამართლიანია, უსამართლო, სწორი, არასწორი, ამას არ განვიხილავ ახლა, ეს მოცემულობა ამგვარი, ასეთი, ამას ვერ უზავთ და ბიძინა ივანიშვილი რატო იჭერს? აი სულ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, აი მოსამართლეა, დაიჭერს თუ არა, იქნებ მაინც ალბათ არა და ვერა თუ რა დაიჭერს. და მე იმას კი არ ვქადაგებ, რომ ყველას დაიჭერენ თუ ასე კი, ყველას დაიჭერენ და ეს კარგია. იმიტომ რომ ეს არის აი გასხმის წინარე კონვულსიები. იმიტომ რომ და რატომ დაიჭერს ბიძინა ივანიშვილი? იმიტომ რომ აქ მას რაციონალიზმი ეკარგება. ბიძინა ივანიშვილი არის რუსი და მას გონია რომ დაჭერა არის ყველაფრის რეცეპტი. ან ყველაფერი შეიძლება დაჭერით დაასრულოს.
თავისთავად ცხადია რომ ეს ასე არ არის და თან ადამიანი ყოველთვის მსჯელობს ანუ რა შეიძლება ექსტრაპოლაციას გარე სამყაროზე ყოველთვის აკეთებს გავრცელებას აი როგორი მოქმედებს კონკრეტული რაღაცა საკუთარი აღქმებით აი როცა იწყებს იმაზე ფიქრს აი მე რო დავეჭირეთ რას ვიზავდი ყველაფერს ვიზავდა მოვა ეგ დროს როცა ყველაფერს ვიზავს მაგრამ სხვები ხო ესე არ არიან სხვები ხო ფულისთვის არ ცოცხლობენ მხოლოდ სხვები ხო შიშით ჩაკეტილები არ არიან რამდენიმე ასე ვთქვათ ციხესიმაგრეში თუ სასახლეში და სხვები ხო მხოლოდ წელიწადში ერთხელ პანაშვიდებზე არ გამოდიან სახლებიდან ხო სხვები ადამიანები არიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ ქუჩაშიც დადიან სასადილოთაც და თეატრშიც და ესგაც სადმე გინახავთ გამოსული არა ეს არა ეგ არა ქართული ოცნების დაბალი რგოლიდანაც არავინ არ არის ეხლა უკვე შეუძლებელი ხდება მათთვის იმიტომ რომ და თვითონაც იციან ეს მათ აწუხებთ არა მარტო გარიყულობა ამ სოფლიოსგან საზოგადოებრივი გარიყულობა ძალიან მძიმე ასატანია ხო და ისტორიულობაში გადადის უკვე ნელ-ნელა თქვენ ხარ რამდენიმე სტატუსი წაიკითხეთ აქ და ჩვენ ხედავთ რა დღეში აქ ხალხს ნერვები ხო რთული ასატანია ნამდვილად როცა საზოგადოებას ეზიზღებ მოკლედ შენ ერთ-ერთი გამორჩეული ხარ იმ პოლიტიკოსებისგან ვინც 2012 წლიდან განსაკუთრებით პირდაპირ ასე ვთქვათ თავით არის შეჯახებული რეჟიმთან რუსთავი და რო დავიწყოთ და შენ გჩვევია ხოლმე და რაღაცა ისეთი კარგი გეგმების დაწყობა კრიზისულ სიტუაციებში ამ შემთხვევაში ტოვებ კოალიციაცვლილებებისთვის რაიმე გეგმას როცა შენ ივანიშვილი მეოთხედ ციხეში გაგიშვებს ნუ ჩვენ ახლა მოუსავლეთში ვარ მივდივართ კი ეგ ივანიშვილის გონია რომ ციხეა მოუსავლეთ შემთხვევაში ასე არ არის და ამასთანავე ბუნებრივია წინასწარ გავდივართ რაღაცებს რა უნდა მოხდეს როცა ჩვენ ვიქნებით ციხეში თავისთავად ცხადია რომ ეს ასეა მაგრამ ბუნებრივია რომ კორექტირება ჩვენი ხედვების და დამოკიდებულებების გაგრძელდება ციხეში ყოფნის მიუხედავად მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის რომ ჩვენ კი შევდივართ ციხეში მაგრამ გარეთ რჩება ბირთვი პარტიის რომელიც რეალურად მე კიდევ ერთხელ გეტყვით ეს არის კოალიცია რომელსაც 4 ლიდერი კი არ ყავს მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ლიდერი ყავს და ყველა მიცის თავის საქმე როგორ უნდა გააკეთოს ჩვენ ვიცით ვინ რა როდის უნდა გააკეთოს და მათ შორის ციხე ლიდერების ციხეში შესვლის პირობებში სასამართლოს დაესწრები იცრა არ მინდა წინასწარ ამაზე ვილაპარაკო პირადი გადაწყვეტილება ყველასი როგორ შეხვდება ამ დღეს მე არ ველოდები ამ დღეს საერთოდ მოლოდინის რეჟიმი არ მაქვს ჩართული უბრალოდ წავდვარ ამისთვის და როგორც საჭირო იქნება როგორც ჩავთვლი საჭირო დღეს ან როგორც ხასიათზე ან როგორც ხასიათზე იქნები ისე მოიქცე მოდი ვიდრე დავასრულებ ჩვენთან ინტერვიუს 26 მაისის გეგმებზეც მინდა გკითხო რას გაიგებს საზოგადოება იმიტომ რომ ხალხი ძალიან დაქუცმაცებული არის რაღაცნაირად დაფანტულიც იმიტომ რომ პროპაგანდა იმდენად ძლიერად მუშაობს რომ მოდი უნდა ვთქვათ რომ ძალიან ძლავრია ეს ნაძირალა პროპაგანდა რაღაც ძალიან ვირეშმაკულია და აქვს გავლენა საზოგადოებაზე და ოპოზიციისგანაც რახანია ელოდება რაღაცას რაც საერთო სიტყვა მძლავრი სიტყვა იქნება რამე ესეთი 26 მაისს რასაც გავიგებთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მოლოდინი გვაქვს ნიკამ თქვა ეთერში ამ დღეებში და ჩვენ დიდი ხანი ამაზე ვლაპარაკობთ და დიდი ხანია ეს მოლოდინი გვაქვს რომ ერთიანობას აზრი აქვს მაშინ როცა თანხმდებით მთავარ მიზნებზე მთავარი მიზანი რაზეც ოპოზიცია შეიძლება შეთანხმდეს არის სტრატეგიული მიზანი არ თანამშრომლობა რეჟიმთან რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ყველაზე მთავარი ალბათ არის ის რომ ბოიკოტირება მოხდეს იმ არჩევნების რომელიც ახლა მოდის ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებს ეროზიას გამოიწვევს ვინც არ უნდა შევიდეს ამ არჩევნებში 4 ბარიერ გადალახული პარტიისგან და ნუ სასურველია რომ არც სხვა შევიდეს ჩვენ გვაქვს იმედი რომ ეს მაინც ითქმება. ნუ თუ არა, მაშინ ეს მნიშვნელოვანი მაინც არის იქ მისვლა ახლა რაზე ალაპარაკი და მაინც ცხადია, მაგრამ მხოლოდ თარიღების სიმბოლიზირება
მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. გეთახმები უბრალოდ გამოდის ახლა შენი პასუხიდან, რომ რაიმე ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს გასაგებია. გადაწყვეტილება რა, ნუ ის პლატფორმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის შეკრებილი, ჩვენ პრინციპში იქ არ ვართ, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ვერ მოხდა შეთანხმება. რომ ეს უნდა იყოს ხსენებული. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ვინც ამ შეთანხმებას რევდა, ის მაინც გაწიეს იმ პლატფორმიდან, იმიტომ რომ რეალურად არც ერთ შეთანხმება არ დაიცვა, მაგრამ ნუ არ ვიცით მე რა განვითარება ეწია ამას ყველაფერს და ნუ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც თქვით საჭიროდ. ნებისმიერ შემთხვევაში კოორდინაციაზე ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ყველა იმ ვითარებაში, რომელსაც საჭიროება მოიტანს გაქვეყნის ინტერესი, მაგრამ კოორდინაცია არის ტაქტიკური ნაბიჯი და ტაქტიკურ ნაბიჯებზე პლატფორმები არ იქნება. პლატფორმები იქნება ერთიანი მიზნის ირგვლივ. რამდენიმე კითხვა დამრჩა, არ მინდა კითხო მათზე, ვინც არ გადაიხადეს, ეს კითხვას არ დაგისვა, მაგრამ აი ესეთი ფორმულირებით კითხავ, ვიცი. არავის რომ არ გადაეხადა და ყველა ლიდერი რომ ციხეში ყოფილიყო, უფრო ხომ არ დაჩქარდებოდა ის რაც ჩვენ ამბობ, რომ ოპოზიციური ლიდერების დაჭერა ცუდია ოცნებისთვის. შეგიძლიათ პირდაპირ გეკითხათ ჩემი აზრი იმათთან დაკავშირებით, ვინც არ გადაიხადეს. არც ამ ფორმით არ უპასუხებ ამ შეკითხვას. კეთილი, წერილი რომ გამოგიგზავნე ციხეში გახსოვს? კი, მშვენივრად. გაშიფრე? რა თქმა უნდა. დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად გაშიფრე ყველაფერი? ხო, ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მაგრამ მითხარი რომ ერთი დეტალი გასაშიფრე. კიდე ერთხელ. არა, გასაშიფრე მქონდა ერთი დეტალი. არა, ეხლა ეგრე დეტალებში არ მახსოვს, დიდი ხნის წინ იყო ეს საკმაოდ. კიდე გექნება შესაძლებლობა რა. მეორე წერილსაც გამოგიგზავნი. ის თქვა.